მოგესალმებით მეგობრებო ყველა საღამომშვიდობისა როგორ ხართ? ეხლა ვცდილობ რომ ძალიან წყნარად ისე გელაპარაკოთ, მაგრამ ძალიან ამაღლებელ თემაზე, იმიტომ რომ მე მეხება და რა თქმა უნდა თქვენს გეხებათ და სრულიად ყველას ეხება რა. რაც შეეხება ეხლა რა თემასთან დაკავშირებით მინდა საუბარი, აი ეს ტიპი მისტიური ფიზიკური სამყარო თუ ვიღაცა ჩემი ფეხები აცხადებს ესეთ განცხადებას. ადმინს ვთხოვ უმორჩილესად დამიდასტუროს პოსტი, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ლამის მთელ ოჯახს გული გაგვისკდეს ნერვიულობით. ქვემოთ ატვირთვის სკრინს ამ ქალს ვიდეოებს უყურებდა ჩემი ბიძაშვილი ბოლო თვეები. ცხოვრობდა იტალიაში, ყავს 2 წლის შვილი და ცოლი. დაიწყო მოულოდნელად უცნაური ქცევები, ოჯახი მოიძულა, ყველა ლანძღავდა ეკლესიის ცუდად მოიხსენიებდა, საუბრობდა უცნაურ თემებზე. მე მიგზავნი და ამ ქალის ვიდეოებს და არ ვაქცევდი თავიდან ყურადღებას. მე ამბობდა რომ იყო რჩეული რაღაცისთვის. ამის მერე სრულიად მოულოდნელად ერთი თვის წინ წავიდა აფრიკაში, წაიყვანა ბავშვი, აიძულებს ცოლს იცხოვროს სიბინძურეში, ცემს ბავშვს, აშიმშილებს, არის გაუძსაძლის პირობებში, ცოლს ეშინო და ახლა მისი ცოლი გამოვიდა კონტაქტზე და გავგიშით ყველა. იტალიის პოლიცია ვერ პოულობს, კვლავ კარგავს აფრიკაში. ერთი წუთით მეგობრებო. მისი ცოლი გამოვიდა კონტაქტზე და გავგიჟით ყველა. იტალიაში პოლიციას ვერ პოულობს, კვალს კარგავს. აფრიკაში როგორც მივაკლოთ, არ ვიცით, როგორ მივაკლოთ, არ ვიცით, ადვოკატი რას გვეტყვის ვნახოთ, ასევე ამბობდა რომ აფრიკაში წასვლა იმიტომ აირჩია, რომ იქ ნაკლები მრუშობა და გარყვნილებაა. მე ვფიქრობ რაღაცა მისია და დავალებას ასრულებს, ვიღაცის მითითებას მიყვება. ამ ჯგუფში ბევრნი ხართ და გთხოვთ, მითხარით, რა ტიპის სექტა აქვს ამ ქალს, რა სისტემაა, რა ხდება, გამარკვიეთ, თუ გეცნობათ სიტუაცია, ჩვენ რჩევაც მჭირდება, რა ვიღონოთ. წერს მისტიური ფიზიკური სამყარო რა. და ამას მერე მოყვება მთელი საინტერესო რა არის იცით მეგობრებო? აი, ეხლა კომენტარებს წაგიკითხავთ რა. ვიდეოები არ აქვს ამ ტიპს ჩემი ნანახი და ვიღაცა ანონიმი წერს ისევ მას რა. 814 ნომერი. ილუზიის სამყაროს ყავს თავისი პაიკები. თვითონ ეგ ქალიც ილუზიური ძალების მარიონეტია, მაგრამ მაგას ვერ აცნობიერებს, რადგან ღრმად არის ჩავარდნილი მახეში. მასეთებს მართლაც სჯერათ, რომ რაღაც საოცარს აკეთებენ და ძირითადად ფსიქიკური პრობლემებით ამთავრებენ. ბევრია უკვე მასეთი და მათ თვითონ უნდათ შველა. ისევ ანონიმი წერს რა, ვიღაცა ანონიმი წერს, მე იმ ანონიმს ანონიმი პასუხობს და ასე შემდეგ. აღარ გავაგრძელებ ახლა. აღარ გავაგრძელებ კი არა, კიდევ ერთ წაგიკითხავ რა, ისევ ანონიმები თავის თავს რო პასუხობს. მეც მაქვს მაგოგოს ვიდეოები ნანახი და ცუდს არაფერს საუბრობს. მსგავს არავის მოუწოდებს შიმშილს და მსგავს რამეებს. ტატია ტატუკა წერს ამას და სისულელებს საუბრობს, რაც ვნახე ვიდეოები. ანონიმი წერს, მერე დალაგებული და სწორად მოაზროვნე ადამიანი ეგეთ კონტექსტს არ აკეთებს. მოკლედ გადამიწყვიტეს როგორი კონტექსტი უნდა მქონდეს რა. კონტენტი. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ეს არის უკვე წარმატება ჩვენი, იმიტომ რომ ნახეთ, ანონიმის მიერ არის დაწერილი. ეს რო იყოს ვიღაცა ჩვეულებრივი ადამიანის, რომელიც სახელს აჩენს, გვარს აჩენს, ვინაობას აჩენს და ასე შემდეგ, კიდე დავფიქრდებოდი, მაგრამ ანონიმები წერენ და ანონიმები პასუხობენ და აშკარა არის, რომ ჩემი იმიჯის შელახვა სურთ და ჩემი სახელის შელახვა სურთ და მინდა გითხრათ, რომ გილოცავთ. ეს საკითხი, მეგობრებო, მე უფრო მეტ რეკლამას ვიკეთებს, ვიდრე პირიქით. ხა გეტყვით, ნებისმიერი გონება გახსნილი ადამიანი, რომელიც ჩემს ვიდეოებს ნახავს, პირველი ვიდეოს ნახვაზე ნახავს, რომ ძალიან მაგარ რაღაცასთან აქვს საკითხი რა და რომელი ადამიანის დაბნელებულია და სიბნელეში ცხოვრობს, ის რაც არ უნდა ქრისტე გამოუჩინო ცაზე, მაინც ვერაფერს ვერ გაიგებს და რა თქმა უნდა იტყვის, რომ ეს არისო, დადგმული სცენა არისო. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ეს აფრიკელი პიროვნება, ეხლა ვიღაცა არ ვიცი ვინ არის ეს პიროვნება, მართალი გითხრათ, გუშინ
წინ თუ ამ დღეებში ამ დღეების წინ ვნახე მიმოწერები ერთ-ერთი პიროვნებისგან, რომელიც ესე იგი მარტო წერს და არ წამიკითხია ამ პიროვნების მესიჯები არაფერი და ანალოგიურ ისტორიას მიყვება რა, რომ ვითომ აფრიკაში თავისი ცოლშვილით, ასე და ისე რაღაცებს მიყვება, არ ვიცი ვინ ახარ მეთქი, სახელი მაინც მითხარი. ესე იგი მოწერილი აქვს რამდენიმე ათასი არა, მაგრამ ხო, ათეული მესიჯი. ასეთ პიროვნებას და თანაც რა არის, იცით? რომ ვკითხე, რომ მეთქი როგორ მოგმართო სახელი მაინც მითხარი მეთქი ვერ ხვდები ვინ ხართ და თან მიყვება თავის ცხოვრებაზე. ეხლა ამ ტიპმა რაც მოყვა, ხო? ამ ანონიმის ვიღაცამ. იგივე ვითარებას ყვება რა და მე ეჭვი მაქვს, რომ რაღაცა აქვს ჩაფიქრებული ვიღაცებს, რაღაცა აქვს ჩაფიქრებული რა და არც ეგ გამოუვათ, იმიტომ რომ აი დაცვა ვისაც აქვს ეციდან აქვს დაცვა. იმიტომ რომ აი როგორ გითხრათ ახლა ამ პიროვნების მიმოწერა როგორ გაგიზიარო თავისთვის ლაპარაკობს ტიპი დგას და ლაპარაკობს მიყვება თავის ცხოვრებას აზი არ ვარ ვინ არის ახლა ვიღაცას რომ მიწერ და პასუხს არ მოგწერს ხო ან პასუხს ხომ მაინც უნდა დაელოდო ერთხელ მიწერ ორჯერ მიწერ სამჯერ მიწერ და არ გპასუხობს ხო სადღაცა უნდა შეწყვიტო შენი საუბარი არა სადღაცა შეწყვეტ შენ საუბარს და დაელოდები რეაქციას. იქნება საერთოდ არ მისდის ეს მესიჯები იმ ადამიანს, ხო? ასე რომ მე არ ვიცი, შესაძლებელია ვიღაცას აქვს ჩაფიქრებული ეს, რომ აი მიმოწერა ქონდათ. მე არაფერი მიმოწერა მაგასთან არ მქონდა. ერთადერთი ვნახე, რომ ამ ტიპმა მომწერა ერთ დღეში იმდენი მესიჯი, რომ ვინ არის საერთოდ? არც სახელს მეუბნება, არც გვარს მეუბნება, არც იმას მეუბნება, თავის ცოლს რა ქვია, მიყვება თავის ცოლზე, მიყვება თავის შვილზე, სადღაც აფრიკაში რაღაცა აქვთ, რა ვიცი, რაღაც მისიონერია თუ ვერ გავიგე ამ ტიპის ვერაფერი რა. და ბოლოს მივწერე, რომ ვინ ხარ მეთქი რა, სახელი მაინც მითხარი როგორ მოგმართო თქო. ეგ იყო მართლა და ეხლა ესეც რო გამოჩნდა, ხო, ეს ანონიმის მიმოწერები და მე ხელს მადებენ რაღაცაში, ხო? ფრთხილად იყავით ცეცხლს ეთამაშებით რა, რო იცოდეთ რა, ხელებსაც დაიწოთ და თავსაც დაიწოთ სულ ყველა რა, რო იცოდეთ მაგ თამაშებით. ხო, აი ესეთი ამბავია მეგობრებო. თან როგორ აქვს მოწერილი, იცი? Facebook-ზე კი არა აქვს მოწერილი. Messenger-ში სადა აქვს მოწერილი? მე მგონი მობილურზე აქვს, ტელეფონის ნომერზე აქვს მოწერილი ეს რაღაცები. ტელეფონის ნომერზე. საიდან კი შეიძლება გაიგო, იმიტომ რომ აგერ ისა მაქვს გაცხადებული მაქვს ჩემი ტელეფონის ნომერი. ხო და რა ვიცი, მე რატო უნდა დამბრალდეს ახლა ის რომ სადღაცა აფრიკაში ვიღაცა დაიკარგა და ჩემს ლაიფებზე უყურებდა და ვერ ახართ თქვენ ხო თქვენს ნორმაზე აშკარად რაღაცა აქვს დაგეგმილი რა მორიგი უაზრო რაღაცა ქმედება არის რომელიც ვითომ და ჩემს ჩირკის მოსაცხევად რაღაცას გეგმავს და იქ როგორც ჩანს ანუ ტექსტებში ჩანს უკვე რომ მათი გეგმა ჩანს ტექსტებში რა აქვთ დაგეგმილი რომ სუც ლაპარაკობენ ის მაინც გაიგონათ ლაპარაკობ ჩემს ვიდეოებს მართლა მაინც უყურონ იმ გოგომ როგორც მისწერა ხო მოიცადე ერთი წუთი კიდევ ნახოთ რა კომენტარები იყო აი აქ თამარ იონმა მისწერა მადლობა თამარ რომ მისწერე და რატომ დააკავშირეთ მაინც და მაინც ამ გოგოს ვიდეოებთან თქვენი ბიძაშვილის არაადეკვატური საქციელი ეს გოგო მეწყავს მეგობრებში არანაირ სექტა არ აქვს და ის აზრებს გვიზიარებს რაღაცაზე შეიძლება დაეთანხმო რაღაცაზე არავის არაფერს არ აიძულებს ბიძაშვილის გაუჩინარების მის ლაივებთან დაკავშირება არასერიოზულია ვიცი რასაც საუბრობ თამარი და ამიტომ ვიცი რასაც საუბრობს თამარი და ამიტომ ვამბობ სხვა მიზეზი ეძებეთ და მადლობა თამარ და ამ პასუხის გამო კიდე იქ ვიღაცება მიწერეს ახლა ჩემზე რომ მაინც ამ გოგოს რატო ადებთ ხელსო რა და ეტყობა რამე ნარკოტიკს იღებს ვიღაცა წერს რუსიკო წერს ეტყობა რამე ნარკოტიკს იღებს და ჰალუცინაციები აქვს საშიშია რუსიკოს ვეუბნები რომ
რუსიკოს ეხლა ვეუპასუხებ, ანონიმს პასუხს წავიკითხებ. გადავედი ამ ქალის პროფილზე და ვიცანი რამდენჯერმე შემხვდა მისი ვიდეო და მე მივწერე იაღოველი იქნება ვიღაცა წერს ისევ ანონიმი რა 601. სულ ანონიმები როგორ წერენ მაინც და მაინც. შენ პასუხებ შენს თავს, თქო, მე მივწერე. რუსიკოს მინდა უთხრა რა. აი როგორ გითხრათ, ახლა თქვენ თუ მართლა სიმართლეს ეძებთ და ჩემგან პასუხი გჭირდებათ და თქვენ თუ გინდათ პასუხის გაგება, მე გეტყვით რომ სიგარეტსაც არ ვეწევი მეთქი დღეს მოვწიე ჩემი მეუღლის ერთი პატარა ნაფაზი დავარტყი, ისიც არ ვიცი რატო რა. ალბათ იმიტომ რომ მარტო სიგარეტს ვეწევი, გესმის? თუ ისიც ვეწევი წელიწადში ერთხელ. გესმით? ანუ მე არაფერს არ ვეწევი და არც ტაბლეტებს არ ვყლაპავ რაღაცა ჰალუცინაციების გასაღვივებლად. ვისაც გაინტერესებთ რა, არც პლანს ვეწევი, არც LSD მიმიღია, არც სხვა ნარკოტიკები მიმიღია, გარდა თუ დამჭირვებია მედიკამენტი, რაღაცა მედიკამენტებისა, ხო? აი მედიკამენტი გამაყუჩებელი, მაგალითად კივილგამაყუჩებელი მიმიღია, ისიც როდის იცი, აი ერთი 10 წლის წინ. და თუ ვინმეს გაინტერესებთ მე რა ნარკოტიკს ვიღებ, რანაირად მეხსნება ამდენი და როგორ ლაპარაკობ, პირდაპირ გეტყვით რა, ჯანსაღად ვცხოვრობ. არანაირ ნარკოტიკს არ ვიღებ, ჯანსაღად ვცხოვრობ და ვაზროვნებ. თუ ამას თქვენ მიაწერთ იმას, რომ რაღაცებით მეხსნება რაღაცა აზრები, თანაც სულ ანონიმებს რო გაქვთ ეგეჭვები, ძალიან საინტერესოა ვინახართ საერთოდ. სახელი და გვარი მაინც დაწერეთ, თქვენ მაგარ შიშებში ხართ, როგორც ჩანს, სახელი და გვარი და საკუთარი თავის დანახებაც რომ გეშინიათ. მაგრად შიშებში ხართ და ალბათ თქვენ იღებთ მაგ ნარკოტიკებს და თქვენ ეწევით და თქვენ ხართ ამ ჭაობში და იმიტომ ფიქრობთ, რომ სხვაებიც ეგრე აკეთებენ რა. აქედან გამომდინარე, მე რა ვიცი, აი მადლობა ყველას, ვინც აი ამ კომენტარებით მართლა ვინც მიცნობს დამიცვა რა. მართლა მადლობა. ეს ანონიმები ვინც არიან და ვინ ბოტები არიან ახლა დაქირავებული ტიპები რომ ჩემზე ჭორები დაყარონ, აი როგორ მაგარ რეკლამას მიკეთებთ იცი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ და მადლობას გადაგიხდით ამისათვის და იმათაც მადლობას გადავხდი, ვინც თქვენ ამისთვის გიხდით თანხებს. აი ესე. ეხლა რაც შეეხება დღეს მინდოდა მე ლაივში შემოსვლა. მაგრამ ვერ მოვიცალე. რა ვერ მოვიცალე? პრინციპში მთელი დღე დრო მქონდა რა, მაგრამ აი თემა ვერ ვიპოვე რომ თქვენ დაგლაპარაკებოდით. ის მინდოდა, მაგრამ აი ენერგია არ მეძლეოდა რომ რაღაცაზე ჩამეწერა და ბოლოს მეთქი მარინოს უთხარი რომ მეთქი ეხლა უნდა ჩავწერო მეთქი ლაივი თქო და აუ ეხლა წამოდი საჭმელი უნდა ჭამოო რა. საჭმელი გავაკეთეთო და კაი მეთქი საჭმელი შევჭამ და ამ საჭმელის ჭამაში არ მომივიდა ეს მესიჯი. მადლობა თია რომ გამომიგზავნე. თუ რაღაცას ნახავთ მეგობრებო ესეთ ჩემზე, ხო? ჩემზე ესეთ ჭორს პირდაპირ შეგიძლიათ ჩემგან ნებართვა გაქვთ რომ ეგრევე მიასხათ. უპასუხოთ, პასუხიც გასცეთ, ან მე გამომიგზავნეთ, ძალიან გთხოვთ რომ გამომიგზავნეთ, რომ პასუხი მაინც გავცი აქედან. და იმასაც მივწერე თუ პირველ რიგში თუ თქვენ ამ ქალბატონთან ჩემთან ესე იგი მეთქი პრობლემა გაქვთ თქვენ პირველად ჩემთან უნდა მოგეწერათ და არა სხვებთან თქო რა. ხო და გამოჩდით ანონიმებო იქნებ რა ვიცი იქნებ გიცნობთ ვინ ხართ. ერთი ადამიანი ზის და რამდენიმე უცნობი პაროლით იმაშვება აკაუნტით თავის თავს ელაპარაკება რა, ტიპია რა. ბრავო. ეს იმას ნიშნავს მეგობრებო რომ მაგრად შეეშინდათ მაგათ რა. მაგრად ეშინიათ და რისი ეშინიათ მართლა გეუბნები ყველას ვამართლებ და ყველას ვცდილობ რომ ყველა აი როგორც დედა ისე შევიყვარო რა, როგორც დედას შვილები უყვარს ისე შევიყვარო, რა გინდათ მეტი ალდაბაოთის გაგიმართლეთ მაგის დედავატირე და კიდე რამის შეგიშინდათ? რისი შეგეშინდათ დედა გენაცვალოთ თქვენ რისი? ღმერთო ჩემო. არა თან ის იმაზე გამეცინა მაგარი მისიონერი გონიაო თავისი თავიო. ხო შეგეშინდა მისიონერის. აი ხო, კარგი თემა წამოჯერით ახლა ნახე. მისიონრობის რატო გეშინიათ?
მისიონერი იმას არ ნიშნავს მოვა ეხლა და მისიონერი 007 ჯეიმს ბონდი იქნება რა და დახკოცავს ყველას მაგას არ ნიშნავს მისიონობა ჩემო კარგებო თუ ვინმეს მისიონერების შეგეშინდათ ხო მაშინ თქვენ ამ დედამიწაზე დაბადების გეშინიათ ამ დედამიწაზე ვინც მოდის და ვინც იბადება ყველა მისიონერი ვართ ანუ ვინც არ არის დაბადებული ის არ არის მისიონერი მაგრამ ვინც დაბადებულია ყველა მისიონერი ვართ. კაი რა, თუ ადრე ერქვა ადამიანი, ეხლა დავარქოთ მისიონერი და მორჩება. ბაზარი. რატო ეშინიათ მე ვერ ხვდები? კიდე რისი ეშინიათ, იცი? რეინკარნაციის. არა, მე მაგის არ ვჯერ. გეგონება ეს რეინკარნაცია ეტაკება და დაახრჩობს ადამიანებს. ღმერთო, სად ვართ, ღმერთო, ჩამოდი დროზე, მოდი გამოჩნდი. მეგობრებო, ძალიან რთული დრო არის. მესმის, რომ ყველაფრის გეშინიათ და მესმის, რომ ძალიან რთული დროა და ზოგი რას მიეწებება და ზოგი ვის მიაწებება და რაც საშიშია, იმის არ ეშინიათ რა. მაგალითად, ტაროლოგების არ ეშინიათ, მაგალითად, ჯადოქრების არ ეშინიათ, მაგალითად, ილია მეორის არ ეშინიათ, რომელმაც მთელი საქართველო იხმარა თითქმის. არ ეშინიათ მდიდრების, არ ეშინიათ გამყიდველების, არ ეშინიათ დიდი მაფიების, მაგრამ აი ჩემნაირი ხალხის ეშინიათ, წარმოგიდგენიათ რა ძლიერები ვართ. ჩემი რო ეშინიათ. და თქვენ მეუბნებით, თქვენივე პირით მეუბნებით, რომ ჩემი გეშინია, რომელიც ძალიან უბრალო ადამიანი, რომელიც ცხოვრობ ძალიან უბრალოდ რა და თუ მისიონერი არა ვარ, აბა რისი გეშინია? და თუ მისიონერი ვარ კიდე და მისიონობის გეშინია, რისი გეშინია? ეს მისიონობა იმას კი არ ნიშნავს, შენ მოკლას. როგორც დანარჩენი სხვები გხმარობენ და კლავენ ყველგან, სადაც არ შეხვედი, რომელ სისტემაშიც არ შეხვედი, სკოლაში შეხვედი გიხმარეს, ექიმთან მიხვედი გიხმარეს, უნივერსიტეტში გიხმარეს, ყველგან გიხმარეს, ყველგან გხმარობენ და მონად გაქცევენ და მე გეუბნები განთავისუფლდით მეთქი ამ სისტემებიდან და მაგის შეგეშინდა? თანაც ანონიმი, ნუ გეშინია ანონიმი, ნუ. ღმერთო, რთულია ქრისტეს გზა, მაგრამ კარგია. კარგი. მეგობრებო, კითხვები ხომ არ გააქვთ? ეშინია ქვეშა ჯმია და ბნელ ადამიანებს მოღალატე ნაბიჯვრებს კი? ეგრეა. ნამდვილად ესეა. ეშინიათ მხოლოდ ქვეშა ჯვიებს და არა უშავს. აი როგორც ილიას შეეშინდა მე რომ მივადექი კარზე და ტრაწი რო გასდიოდა, ხო, ისე ეშინიათ მაგ ანონიმებსაც რა. ანონიმებს. ეშინიათ ვინმე პასუხი არ მოსთხოვოთ მაგათ. იმიტომ სახელ და გვარებს ვერ აჩენენ. დაჟე იმდენად ეშინიათ, რომ სახელ და გვარებსაც ვერ აჩენენ, დაჟე ბოტებსაც ვეღარ უხდიან ფულს. აი ესეთ ანონიმებს უხდიან ფულს რა. წარმოგიდგენიათ, იმდენად ეშინიათ. ვახ, რა მაგარი ქალი ყოფილა რა, ძალიან ძლიერი ქალი ყოფილა, ჯიგარ. აი როგორ მიამაყო შენით თამარ, არ ვიცი რა, ძალიან მაგარი ქალი ყოფილა. როგორ მიაღწია ამდენს, არ ვიცი. ვაკოჩემი თავი, აბა რა უნდა ვქნა? ხედავთ უკვე რა მაგარ პოზიციაზე ავედი, რომ ანონიმებს ასაქმებენ ჩემს გამო. რაგინა ფული ხომ მაინც გადაგიხადეს და 1-2 პურს იყიდი დღეს თუ ხვალ. მადლობა მაინც თქვი. ჩემს გამო რომ გადაგიხადეს მაგაში ფული. ანონიმებო თქვენ გეუბნებით. გავგზავნეთ რა ეს ანონიმებს, მეც ახლა დავასრულებ და გავუგზავნი, ჩაუგდებ მაგათ ამ ვიდეოსაც. დღეს წავიკითხე კიდე, გამომიგზავნეს ესეთი პოსტი, რომ თამარ მეფეო არ გარდაცვლილაო, ისო აიტაცესო მაღლაო და მაშინ რო ეგონათო რომ გარდაიცვალაო, თურმეო მაღლა აიტაცესო და ის ცოცხალია და გველოდებაო და რაღაცა ჩანდაბები და მე გამანებეთ თავი ხალხო. გამანებეთ. აი თამარ მეფე რომ ეხლა ცოცხალი დააყენო, იმას ხალხი ვერ დაიჯერებს, რომ ეს ცოცხალი თამარია. იმასაც იტყვიან, რომ ეს რა ეშმაკეცეულიაო. ქრისტე რომ ჩამოვიდეს ეციდან, იმასაც ვერ დაიჯერებს. აი ესეთი ყრუ და ბრმა ხალხი ვერაფერს ვერ დაიჯერებს. თამარი რომ აღდგეს და გაცოცხლდეს. გეუბნებით აგერ გელაპარაკებით მეთქი და ის არ გჯერა და
ამათ რამის გააგებინებ, კაცო? ქრისტე კი არა, მამაზეც იერიც რომ ჩამოვიდეს, დედაზეც იერიც რომ ჩამოვიდეს. არა, ესენი თავის ილია მეორე. всё, ილია მეორეა ყველაფერი რაც არის. მოკითხვა ილიას ჩემგან. როდის უნდა მოინახულო შენი ნათლული ილი? გელოდებით ამდენ ხანს, 4 მეოთხე წელი დაიწყო. გასაგებია რომ 50,000 ნათლული ყავს, მაგრამ არც ერთი არ მოსულა შენთან, ერთი მოვიდა მარტო, ესეც ჩემი შვილი და რა ვიცი, ნება მაინც იბოძე და მოინახულე მაინც. იქ თუ არ მიგვიღე, აქ მაინც გვესტუმრე. ილუ შენ გელაპარაკი, კაი, გასაგებია რომ ტრაწიანი ხარ და ვეღარ დადიხარ. ვეღარც ლაპარაკობ და რა უნდა უქნა ჩემ შვილს ისეთი რომ რაღაცა, მაგრამ ნამოსი სანამ გაგიყვანენ, სანამ გაგიყვანენ, ჩემი შვილი მაინც მოინახულე და უთხრა, ბოდიში რო ვერ მიგიღეო. თუ აქ ვერ მოგიყვანენ ჯიპებით. შავ-შავი გაშალაშინებული მანქანა. ჩვენ არ ვკადრულობ? თუ მაგის დრო არა გაქვს, მაგის დედავატირე, რა მაგარი ერის მამა ხარ? მაგარი ერის მამა ყვავხარ რა. მაგარი ჯიპები გაქვს და მაგარი ფეხსაცმელები გაქვს. ძალიან ზმანზე დადიხარ რა. აი ეგრე უნდა თუ უნდა ერის მამა აბა სხვანაირად როგორ უნდა იაროს მაგის და ან სხვა რამეზე როგორ უნდა იფიქროს ერის მამამ კაცო. ჩაცმულობაზე და ზმანებზე და ჯიპებზე თუ არ იფიქრა და ფულებზე. რაში სჭირდება ეხა თავის შვილებს რაში სჭირდება მაგას რომ იხედონ? დაუფასებს ვინმე? დაუფასებს ვინმე? არავინ ვინ დაუფასა? ქრისტეს ვინმე რამე დაუფასა? ხო და აგერ დაჯდა ესეც და ზმანებზე დადიოდა თავის დროზე. ოქრო ვერცხლებში ბანაობდა, ბავშვების სისხლებსაც სვავდა და აგერ ეხლა გასვლაც ეზარება რა. აზრაელ აბა შენიცი, გააკეთე შენი საქმე, მიადექი იმას, ვინც თავის საქმეს ვეღარ აკეთებს. ნებითა შენთა უფალო. მოგრეთ ერთი სიტყვით მეგობრებო, ასეთი ამბებია და თქვენ რას ფიქრობთ? ეხლა თქვენ გეკითხებით აზრს, თქვენ რას ფიქრობთ? ეს რო ილია მეორის ხალხი არ იყოს და დაპროგრამებული, ხო? სახელმწიფოს მე არ ვებრძვი. არანაირად სახელმწიფოს პრობლემა არ მაქვს, არაფრით. ჯერ ესენი გავანათლო და მე იმათ მივადგები. აი ეს ანონიმები რო არ იყოს საპატრიარქოს ხალხი და საპატრიარქოს მიერ დაქირავებული ხალხი, ხო? სხვას ჩემთან პრობლემა არავის არ აქვს აბსოლუტურად და არც არავის არ ვეჩხუბები. ასე რომ თავისთავად მივადგები ხოლმე ჩემი შვილის ნათლიას. მაშა. კითხვები ხომ არ გაქვთ? თემატურად თუ ფიზიკურად? მეგობრებო, თუ გაინტერესებთ მე სექტა მაქვს თუ არა, მე არ ვიცი თქვენ სექტას რას ეძახით რა. თუ ადამიანს თავისი აზრების გამოხატვა სექტას მიაწერს, ხო? მაშინ ძალიან დაზიანებულ სამყაროში ცხოვრობთ რა. საკუთარი პირადი აზრების, მოსაზრებების, ნააზრების, ნასწავლის გამოხატვა თუ სექტის ტოლფასია, მაშინ აი მართლა ძალიან ცუდად არის თქვენი საქმე და მართლა აი არ ვიცი რა. არ ვიცი.
არანაირი სექტა არ მაქვს, არაფერი სექტა არ მაქვს საერთოდ. აღდგენა 84 მაქვს შექმნილი არასამთავრობო ჯგუფი, სადაც აღდგენას ვაკეთებ. მაგალითად, როგორიც არის დაკარგული დაკარგული ქართული ხორბლის ჯიშები, აღდგენა რაღაც სხვადასხვა იმ საკითხების, რაც დაკარგა საქართველომ. ამას თუ სექტას უძახით, მე არ ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს შექმნილი მხოლოდ რა. აღდგენა ქართული ენის, ქართული სიტყვების, დაკარგული ქართული ენის, ლაზარეს დაკარგული ენის. ეს, მეგობრებო, არ ვიცი, რანაირად უნდა შერაცხოთ სექტად მე ვერ გავიგე რა. მაშინ იაღოველებს დაეტაკეთ, ის უფრო სექტა არის, კაცო. მე რატო გადამეკიდნენ? ანუ რას ვაკეთებ ესეთ სულს, რომ გადამეკიდნენ რა და ვიღაცის გაუჩინარება კიდე რაც ჩემი ბრალია მე ვერ ხვდები რა. სადღაც აფრიკაში წავიდა და კვალს ვერ პოულობენ, რაც ჩემი ბრალია ერთი მაინტერესებს რა. აფრიკაში ვარ, იქ დავპატიჟე, იქ ჩამოდიო, უთხარი თუ რა უნდათ ამით რო თქვან. ჩემს ვიდეოებს უყურებდა ტიპი და მე რა უყურებდა. ეგრე მეც უყურებ სხვადასხვა ვიდეოებს, ჩემი ცუდი მდგომარეობა მე თუ გავუჩინარდი, იმათ დავაბრალო? ანუ ეს რა ახსნა არის, მე ვერ გავიგე რა. რა უნდათ? აი თქვათ, აი ჩავთვალოთ, რომ მართლა მოხდა ეგეთი რაღაცა და არ იტყუებიან, ხო, თქვათ ეს ანონიმები. მართლა რა შუაშია ვიღაცის გაუჩინარება ჩემს ვიდეოებთან რა? თანაც აფრიკაში. აფრიკაში ხალხო. იქ კი არა ასურეთში, აფრიკაში. ღმერთო ჩემო რა. არ ვიცი, ხა აქ თუ ნახავ მაგის მოწერილებს იქნება. ხო დედა. რას ეძებ დედიკო? გისმენ დედიკო, გისმენ. გადაგიყირავდა ეს. მომეც. ეს კიდე. არ გადაახდა. გამომართი. ჩამოდი ახლა, მოდი მოგეხმარ. აბა. დახურე კარი ხო? რა სიტყვით ნიკიას 325 წლის შესახებ დანარჩენ კრებებზე იყო თუ არა დამატებები და ცვლილებები ორიგინალ ბიბლიაში მე-17 საუკუნის წინანდელი დან ავთანდილ. ეხლა ვიგიპასუხებთ, ქეთი წერს ყველანაირ განსხვავებულ აზრს სექტას ეძახიანო, ხო რა? ესე გამოდის რა, თვითონ უნდათ მარტო მართვა და მორჩა, თვითონ იმათ უნდა დაუჯეროთ მარტო და განსხვავებული აზრის ქონა არ შეიძლება. ავთანდილ, რას ვიტყვი ნიკიას 325 წლის წინანდელ კრებაზე? მე გეტყვით ესეთ რამეს. როდესაც პირველი საუკუნიდან ქრისტე საქართველოში იყო და ქართულად საუბრობდა, ამ საკითხის სხვაგან გადატანა მოისურვეს დიდმა ძალებმა. აქედან გამომდინარე, ასევე ის ხალხი, ვინც ნამდვილად ქრისტიანი იყო და ქრისტეს პირადად, ქრისტეს მოწაფეებს პირადად იცნობდა და მის მოწაფეების მოწაფეებს პირადად იცნობდა, ყველანი დაწვეს და ყველანი მოკლეს. ზოგს თავები მოკვეთეს, ზოგი დაწვეს და ასე შემდეგ. თვითონ დასხდნენ მერე და რაც აწყობდათ გადაწერეს და რაც არ აწყობდათ ის გადააგდეს ნაგავში. აქედან გამომდინარე, რადგან კარგად ვერ იმოქმედეს თვითონაც და იმდროინდელი გონება იმას ვერ გაწვდა, რომ დღეს ჩვენ ბევრ რამეს გავიგებდით იმაზე მეც ვიდრე მან 325 წელს იფიქრეს, თვითონვე გაეპარათ სხვადასხვა შეცდომები სახარებასა თუ სხვადასხვა წერილებში. ამასთან განსხვავებით კიდე ამ საუკუნის, წინა გასულ საუკუნეს სრულიად შემთხვევით მწყემსმა იპოვა ნაწერები, რომელი ნაწერებიც მათ 325 წელს ნაგავში მოისროლეს. უпростоრედ ვატიკანის გველისთავიან ბიბლიოთეკაში დამალეს. გველისთავიანს იმიტომ უწოდებ, რომ
პირდაპირ მნიშვნელობით გველის თავის ფორმა აქვს აი ამ ბიბლიოთეკაში შესასვლელ შენობას. გველის თავში დამარხეს და იქ აზიან კრუხებივით, კარგად თვითონ კი ცნობენ ამ ინფორმაციებს, მაგრამ ჩვენთვის დაფარული იყო. თუმცა, რადგან არ არის დაფარული, რომ არ გაცხადესო თავად ქრისტეს სიტყვებია ეს, ერთ-ერთი მწყემსის ხელით ქრისტემ კვლავ გამოგვიჩვენა ჩვენ ეს წერილები. ეს წერილები არის, ესე იგი წაგიკითხავთ. წერილები ენოქის წიგნი, ერთ-ერთი, რომელიც მე ვთარგმნე ქართულად, იოანეს საიდუმლო წიგნი, იაკობის საიდუმლო წიგნი, იაკობის პირველი გამოცხადება, იაკობის მეორე გამოცხადება. იაკობი იცით ხომ ვინ არის? იაკობი არის ქრისტეს ნახევარ ძმა. იაკობის ხორციელი ნახევარ-ძმა. იაკობის მეორე გამოცხადება, ადამის გამოცხადება, პავლე მოციქულის გამოცხადება, სამყაროს შექმნის შესახებ, დიალოგები მაცხოვართან, წმინდა წიგნი უხილველის სულისა, ნათლისღების რიტუალის ეგვიპტელთა სახარებიდან, ვალენტინთა რიტუალის საკითხავი, თომას სახარება. აი ესენი. კლავე კიდევ გეტყვით რა წიგნები იყო წერილები. თომას სახარება, მარია მაგდალენის სახარება, იუდა ისკარიოტელის სახარება, პეტრეს სახარება, ბერძნულის სახარება, უცნობის სახარება, ნიკოდემოსის სახარება, იაკობის სახარება, ფილიპეს სახარება, სახარება საიდუმლოს სერობისა, წიგნი პეტრესი, ფილიპესთვის მიწერილი წიგნი თომა მოციქულისა, ჰიპოსტაზები არქონტებისა, ანუ სამეუფო მთავრებისა, ბარუხის წიგნი, გაჭრეტა უცხოსი, ქადაგება ზოსტრიანოსისა, ლოცვა მადლიერებისა, ლოცვა პავლე მოციქულისა. აი ესენი ყველანი ნაგავში მოისროლეს 325 წელს იკიას კრებაზე. ეხლა მე გეტყვით, ის წიგნები, რომელმაც ჩვენ დიდი ცნობიერება გაგვიხსნა, რომლის წაკითხვის შედეგად ძალიან ბევრ საიდუმლოს ჩავწვდით და აუცილებელ საიდუმლოს ჩავწვდით, რატომ მოისროლეს 325 წელს ნაგავში? როცა ქრისტე ამბობს, რომ ყველა წერილს უნდა ვიცნობდეთ ჩვენ, კაცობრიობა ნებისმიერი, არა მხოლოდ მაშინ, არამედ დღესაც უნდა ვიცნობდეთ ყველა წერილს. რატომ მოისროლეს ეს წერილები ნაგავში? რატომ დაგვიმალეს და რატომ ჩათვალეს, რომ ეს წერილები არ იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეს წერილები ჩვენ გონებას გვინათებს და გვინათლებს. ეხლა თქვენ გამოიტანეთ დანარჩენი დასკვნა. ასე. დიახ, ასე. ენოქის წიგნი, აი, ენოქის წიგნი ასევე. წიგნი ენოქისა იწერია, მაგრამ აქ უნდა იყოს ენოქს ერქვა ჰენოხი. ჰენოხ ხუთი ითქმებოდა. ჰენოხ იყო კაცი, რომელმაც ჩვენ გვიწინასწარმეტყველა მოვიდოდა იესო ქრისტე, კაცის ძე და შემდეგ, როდესაც მას ის კი კვლავ გამოჩნდებოდა ცეცხლით, თავისივე ამდენი ათასი რჩეულით და რომელიც დაიმკვიდრებდა დედამიწაზე სასუფეველს, რომელიც მოიტანდა ახალ ცას, რამე თუ ძველი ცა აღარ გაახსენდებოდა ადამიანებს. ენოქი, რომელსაც ველოდებით ჩვენ მართლმადიდებლები და მის გამოჩენას ველოდებოდით ამდენი ათასი წელი და რომელიც გამოჩნდა და აგერ არის ჩვენთან. და რომელი ენოქის თავის თავზე ამბობს, რომ ჩემი წერილები მივუვათ მხოლოდ ჩემს შვილებს და მხოლოდ ისინი გაიგებენ აქ რა წერია და არა ხისთავიანები, რომელმაც ნაგავში გადამაგდეს. კაცებელი ცხოველები და ფრინველები, რომელიც თავის საწყოს ჭამენ უფრო მეტად ვიდრე სხვები. აი ეს პიროვნება უკვე გამოჩენილია. აი ჩემი შვილის ნამუშევარი. ლამაზია დიდი კოჯალიან, საყვარელო. დადე. ყველა მართალს ელოდება ჭორებიო დარეჯანი წერს. ეგეც უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ ქრისტესაც ჭორებს უგდებდნენ, რომ სატანისეულია და ეშმაკის ძალებით კურნავს. ხო და ქრისტე ამბობდა, თუ სატანა თავისი სამეფოს წინააღმდეგ აღდგება, მაშინ მისი სამეფო განადგურდებაო. ვერც ეგ გაიგეს რა თქვა. ღმერთო. ღმერთო ერთო. ხო და ჩემო კარგო მსმენელო,
თუ ვინმე რამე დაიკარგა და რაღაცა ყველას მე ნუ მომაწერთ ძალიან გთხოვთ რა. კარგით, დაამახერეთ ჩემში კაცო, გაამანებეთ, მალაპარაკეთ. საქმე იმაშია მეგობრებო, რომ ამათ ეხლა რისიაშინიათ იცით, დრო ჟამი ახლოს არის და რადგან ჟამი ახლოს არის, ყველა უნდა აღდგეს. და ყველა რო აღდგეს, მაგის ეშინიათ, რომ თვითონ განადგურდებიან. ამიტომ ცდილობენ ყველაფერს კადრულობენ. გესმით? Don't worry, be happy. ავთანდილ ამომწურავი პასუხი გაგეცით თქვენს კითხვაზე? უბრალოდ კითხვას დაგიბრუნეთ, ხომ გაგეცით რაღაცა დოზით პასუხი, ხომ? ეხლა მე დაგიბრუნეთ კითხვას რა. ადამიანი, რომელიც წერილებს ამოიღებს და გადაყრის ნაგავში, ეს რა ადამიანი უნდა იყოს? ადამიანი, რომელიც თვითონ გადაწყვეტს, ქრისტეს გადაახტება და გადაწყვეტს, რომ არა, ქრისტე კი თქვა, მაგრამ იცი რა, ეს წერილი მე არ მევასება და მოდი გადავაგდებ რა ამას. ეს წერილიც არ მევასება და არც ენოქი წიგნი არ მევასება, მაგის დედავატირე, საერთოდ რეის ბოდებს ეს კაცი. და იქ რომ უარესი ბოდვები წერია იმ სასულიერო ეხლა რაც გვაქვს წიგნში, ის ბოდვები მოეწონა და ამის ბოდვა არ მოეწონა, იმიტომ რომ ამის ბოდვა მაგას ამხელს. და იმის ბოდვა არავის არ ამხელს. რაღაცა ზღაპარს და დებილობას ყვება და ჩემზე იძახიან ილუზიებს რას ეწევა ესეც რომ ესეთ რაღაცეებს ყვებაო და აბა ბიბლიაში ჩაიხედონ რას ეწეოდნენ ის ხალხი ისეც რომ ისეთ რაღაცეებს გვიყვებოდნენ აბსურდულს რაც ნორმალური იყო ის ჩააგდეს ნაგავში გადააგდეს რანაირი ხალხი უნდა იყოს ძალაუფლების მოყარე ხო ალბათ დამეთანხმებით რომ მივხვდით თქვენს რომ ეს ხალხი ვინც 325 წელს დაჯდა რამდენიმე დებილი თავი ერთად ან ძალაუფლება მოყარული თავი ერთად და თქვა რომ აი ხალხი მაინც ვერაფერს ვერ გაიგებს მე ისე გავაკეთე როგორც ჩვენ გვინდა რა და ეს გადავყარეთ ის გადავყარეთ ის გადავშალოთ ის გადავშალოთ ის ჩავამატოთ და ესე დამცხა როგორ ესეთი კონტენტი არ ექნებოდაო ნორმალისტად ჩამოყალიბებულსო, ხო? ნორმალისტად ჩამოყალიბებულს იცით როგორი კონტენტია აქვს მეგობრებო? უნდა ესტუმრო $800 ფეხსაცმელები უნდა აჩუქო, ან რაღაც ესე $50,000 ჯიპი უნდა აჩუქო და მე შეგიშვებ თავის სახში. აი ნორმალური როგორია. მე არანორმალური ვარ, დიახ არანორმალური ვარ, თქვენ გონიათ ნორმალური ვარ? მე რო ნორმალური ვიყო, თქვენაირი ვიქნები და თქვენაირი რო ვიყო, მეც ისეთი მონა ვიქნები, როგორიც თქვენ ხართ. ამიტომ ნენორმალნა. ხო, არა ვარ ნორმალური, არა, გაიგეთ ეგ რო არა ვარ ნორმალური. დიახ, არანორმალური ვარ. განსაკუთრებულად არანორმალური ვარ. ეხლა ეს რანაირად არანორმალური ვარ, ეგ გამოიძიეთ ეხლა. რა მაქვს არანორმალური? გეტყვით რაც მაქვს არანორმალური. არანორმალური მაქვს ის რომ ძალიან ჭკვიანი ვარ და მასას არ ვგავარ. არანორმალური მაქვს ის რომ განსხვავებული აზრი მაქვს და ყველა აზრს რასაც ტვინში გიდებენ და გირეცხავენ ტვინს ისი არ ვაკეთებ. არანორმალური ის მაქვს რომ უმაგრეს და უძლიერეს ბრძოლებს გავუძელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. და არანორმალური ის მაქვს რომ არაფერს არ ვეწევი საერთოდ და მაინც გასული ვარ რა. არც არაფერს არ ვიღებ, არც ვეწევი და გასული ვარ. შეგშურდეთ ეხლა. მიდი შეგშურდეთ. კიდე არანორმალური ის მაქვს რომ ერთ-ერთში ვგავარ თამარ მეფეს რა. ერთ-ერთში კოპიო ვარ. პირდაპირ აი ერთ-ერთში გადაკოპირებული თამარი ვარ რა. რამე შეგშურდათ? თუ მე მივიხატე ეს ხალები თუ მე გავჩდი ისეთი როგორც თამარი იყო ხო მე გავჩდი ისეთი როგორც თამარი იყო ხო აი ესე იგი მე ვარ რა ყველაფერი მე ვყოფილ ვარ პრინციპში შიში ვერ იხსნის სიკვდილსა ცუდია და დაღრეჯილობა
აუ, მაგარი ხარ იმა. კარგი რაღაც მოიყვანე. ძალიან კარგი ფრაზა მოიყვანე ახლა ვეფხის ტყაოსნიდან. ხო, იმას რო ვკითხულობდი, რომ რაღაც აღარ მოიგონებენ ახლა ნახეთ დემნა უფლისწულიო იყო. ეხო თამარიზე გამიჯნურებულია და დემნა უფლისწულმა დაწერაო ის ვეფხის ტყაოსანიო და მაგასო ვერ შეკადრებდაო და ისო და ესო და მოკლედ ერთი სიტყვით რახან თემა მოიტანა მე მოგიყვებით ახლა დემნა უფლისწულის საქციელებს რა. დემნა უფლისწულზე მოგიყვებით გინდათ? თუ შემდეგ ლაივში ჩავწეროთ ეს დემნა უფლისწულზე. პასუხს დაველოდები კარგით. მანამდე იცი რას ვიზავ, აი თმები რო ძალიან არ მანამდე შუქსაც ავამთებ. ესე. შუქი რუანთია, მაინც სხვანაირი სახე მიჩანს ხოლმე. ისე ძალიან უცნაური სახე მიჩანს, ისეთი რომ ულამაზო სახე და ცოტა გავიბრანჭები რა, თორე არ მოვწონა რა ხალხს ესე. მოდი აჰა, აი ასე. იმასაც გავიკეთებ კოპტუხს. ხო მითხრეს რომ გაიკეთეო და ესე ილაპარაკეო და მიხდება? მეგობრებო? დამცხარა. იცი რა. ერთი სიტყვით მეგობრებო, ახლა გითხრათ რა. დემნა უფლისწულზე გაინტერესებთ ალბათ, ხო? ვინ იყო დემნა უფლისწული და რა გააკეთა? ლამარა მეგობრებო, მოგვიყვები ინტერესით მოგისმენთო. ეხლა მოღევი თამარ. კარგი. ეხლა მოვყვები მე დემნა უფლისწულზე. ამისათვის მართლა მჭირდება ისეთი გარემო, რომ კარგად ვიგრძნო თავი რა. აი ლამაზად ვიგრძნო თავი, ლამაზად უნდა ვიგრძნო თავი და აქ დავამონტაჟებ ჩემს ტელეფონს. ესე დავჯდები. ლამაზი ვარ? მომწერეთ რა. ლამაზი თუ ვარ? დავიწყებ საუბარს. გიждები თამარ შენზეო, კარგი, ესე იგი ლამაზი ვარ. მოკლედ, დავიწყოთ იქიდან, რომ 1167 წელს, როდესაც უკვე დემნა უფლისწული შეიქმნა, იყო უკვე გახდა სრულწლოვანი და ორბელები ელოდებოდნენ უკვე დიდი ხნის მანძილზე, რომ მეფე გიორგი, ხო, თამარის მამა გიორგი მესამე უფლისწულს გადასცემდა უკვე სამეფო კარს და სამეფო ტახტს, რადგან მას ესეთი მოლაპარაკება ჰქონდა, რომ უფლისწული რო გახდებოდა, ესე იგი დემნა უფლისწული დემეტრეს შვილი, დემნა უფლისწული რო გახდებოდა დემეტრეს შვილი უფრო სწორედ რო გახდებოდა სრულწლოვანი, სამეფო ტახტს მას დაუთმობდა. ასეთი იყო გიორგი მესამის მოლაპარაკება. ბუნებრივად გამოიყურებდა გიხდებაო, მადლობა ლევან. ხო და მოკლედ მოხდა ისე რომ ეს ორბელები და ბაგრატიონები, ხო, ბაგრატიონი გიორგი მესამე ბაგრატოვანთა წარმომადგენელი იყო, კარგად იყვნენ ერთმანეთში, ერთად იბრძოდნენ, ერთად იცავდნენ საქართველოს, იქამდე სანამ დემნა უფლისწული არ გახდა 18 წლის, ანუ სრულწლოვანი. როდესაც სრულწლოვანი გახდა, ორბელებმა არაერთხელ შესთავაზეს გიორგი მესამეს, რომ მისი დაპირება უნდა შეესრულებინა. თუმცა გიორგი მესამე ამ საკითხს აჭიანურებდა და თავს არიდებდა ჯერჯერობით ამაზე საუბარს. ერთ დღესაც, როდესაც გიორგი მესამე იყო წასული საბრძოლველად და საბრძოლის ველზე იყო, ორბელები იყვნენ დარჩენილი საქართველოს, ეთყობა ეს ბრძოლა არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველანი იქ ყოფილიყვნენ, აქედან გამომდინარე ყველა შემთხვევაში დაცვისთვის ორბელები დატოვა გიორგი მესამემ ქვეყანაში ცველად. ამ დროს თამარი არის უკვე 21 წლის და დემნა უფლისწულიც არანაკლები იქნებოდა, იმიტომ რომ დემნა უფლისწული თამარზე ადრე დაიბადა, თუმცა არა დიდი ხნით ადრე. ანუ მაგალითად რამდენიმე წლით დიდი შეიძლება ყოფილიყო, 1-2 წლით, სავარაუდოდ დემნა უფლისწული ამ დროს არის უკვე 24 წლის, ან 25 წლის, ან 23 წლის. ნუ 21-დან
25 წლამდე ვივარაუდოთ ესე. გაითიშა მირეკავდნენ და როდესაც დემნა უფლისწული უკვე ორბელების სიძია ამ დროს, ანუ უკვე ცოლი ყავს ორბელთა ქალიშვილი, ორბელები ცდილობენ რომ პოზიცია და გაიმყარონ, ანუ მათი იდეით საქართველოს ორად გაყოფა იყო დებატად, ანუ თემის სადებატო თემა და აუჯანყდნენ გიორგი მესამეს, რომელიც არის ბრძოლის ველზე წასული. ახლა კიდევ გავიმეორე, იმიტომ რომ ბრძოლის ველზეა მეფე და არა სახში გადაპლაკული კი არ ზის. ამ დროს აუჯანყდნენ საათ, იცით მეგობრებო, აი ასურეთიდან, აი აქედან რომ გახედავთ, მთა არის იქ ერთი, აი იმ მთაზე აზეულას მთა ეწოდება, კოჟრის ციხეც ეწოდება, ასევე ეწოდება ბრმაძის ციხე, ბრმაძის არის ხო, გამახსენდება, ეგ სახელიც გამახსენდება. გამახსენდება, თურქულად ბრმაძე ქვია და ქართულად ქვია ქოროღლი. ხო, ქოროღლი. ქორ არის ძე, ოღლი არის ბრმა. მოკლედ, ერთი სიტყვით, ესეც თიასგან ვიცი, სხვათა შორის, ჩემი მეგობარი თიასგან და ვინც თურქულს ფლობს, ის იმას ეცოდინება, რომ ქოროღლი არის ბრმაძე. ამ ადგილზე აქედან პირდაპირ ჩანს ასურეთიდან რამდენჯერმე მაქვს თქვენთვის ნანახი, რომ აი ამ ადგილზე თამარ მეფე გარდაიცვალა, ამ ადგილზე დააბრმავეს დემნა უფლისწული და ამ ადგილზე მოხდა ძალიან ბევრი რამე და სავარაუდოდ თამარი მან დაიბადა, მეგობრებო და ეხლა გეტყვით, რომ როდესაც შეიკრიბა 30,000 ჯარისკაცი ორბელთა წარმომადგენლები, ვინც შეიერთეს რა, მათ შორის იყვნენ ასევე მხარგრძელები, მათ შორის იყვნენ ის ერთგული მებრძოლები, რომლებიც გიორგი მესამესთან იბრძოდნენ ხოლმე და ამ დროს ხდება ესეთი რაღაც, რომ დემნა უფლისწულს საერთოდ არავინ არაფერს არ ეკითხება, უბრალოდ მისი პოზიცია კარგად ერგება ორბელებს და სიძია მათი და აჯანყდება და ამ დროს თამარი, რომელიც არის უკვე 21 წლის და თამარი გარკვეულია ძალიან ბევრ საიდუმლო საკითხებში, გარკვეულია ასევე სახარებაში, გარკვეულია საღვთისმეტყველო საქმეებში, თამარი მიდის და აფრთხილებს, რომ ასეთი ქცევა მეფის წინააღმდეგ არ დასრულდება კარგად. ქოროღლის გამოქვაბული ჩვენთანაც არისო, ზურა, სად ხართ ზურა თქვენ? ხო და არ დასრულდება კარგად. ეს აუცილებლად დამთავრდება ძალიან ცუდი საკითხით და ამიტომ ევედრება თამარი, რომ გაანებონ ამას საქმე, სანამ მეფე ჩამოვა. მართალი გითხრათ, რანაირად გაიგებს მეფე ამ საკითხს და როგორ გაიგებს ეს არ ვიცით, მაგრამ მეფეს მიუვა ყურად, რომ ასეთი აჯანყება არის საქართველოში და მეფედ დასვეს უკვე დემნა უფლისწული. დემნა უფლისწული მეფე იყო, მეგობრებო, ოღონდ მხოლოდ 6 თვით, თავისი მამის მსგავსად. მხოლოდ 6 თვით ეპისკოპოსი, იმდროინდელ ეპისკოპოსს დაადგმევინებენ დემნა უფლისწულის გვირგვინს თავზე და აკურთხებენ მეფედ. როცა მეფე არის წასული საბრძოლველად. ამასობაში ჩამოდის გიორგი მესამე თავისი ჯარით ურთ, შემოიერთებს კიდე სხვადასხვა, მათ შორის არიან სხვა ერის წარმომადგენლებიც, წამოიყვანს ამათ და შემოიერთებს და ალყას დაარტყავს აი ამ აზეურას მთას. და ეუბნება, რომ წავიდეთ მოლაპარაკებაზე. არ გამოვა ესე, რომ თქვენ სალკე იყოთ და ჩვენ სალკე. იმიტომ რომ ორბელები მოითხოვენ, რომ აქ იყო საქართველოს ორად გაყოფაზე. ეს ნაწილი უნდათ ორბელებს, ერთი ნაწილს უტოვებდნენ გიორგი მესამეს, რომელი შემოთავაზება გიორგი მესამემ არ მიიღო. და ეუბნებოდა, რომ წავიდეთ ვისაუბროთ და წავიდეთ მოლაპარაკებაზე, მაგრამ ამგვარ მოთხოვნას მე არ მივიღებ. მაგრამ საუბარი მინდა თქვენთან, ეუბნებოდა, არც ისინი უშვებდნენ და არც ეს
გაჯიხდნენ ორივე რა. აღმოსავლეთი საქართველოს ელდართან ახლოს ელდარი სოფელია ვაშლოვანამდე სანამ ივალ. ხო, საინტერესოა. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ხდება ესე რომ ეს მოლაპარაკება და ეს აჯანყება ის შიგნიდან ეს გარედან 30,000 ეხლა 30,000 არ არის 30 და არც 300. 30,000 მეომარი ძალიან ბევრია. ამ ციხესიმაგრის შიგნით არის და იმაზე ორჯერ მეტი გარეთ არის. ამასობაში მინდა გითხრათ რომ თამარი როდესაც აი ამათ გააფრთხილებს რომ არ წავა ეს საკითხი კარგად. მას გამოყვებიან მხოლოდ 4-ნი. ესენი არიან ზაქარია მხარგრძელი და მისი მამა და მისი ძმა და კიდევ 2 სხვა. ანუ გამოეყოფიან იმათ. როგორც ჩანს ესენი იყვნენ მცველები, რომლებიც დაიკიდებენ და წამოვლენ თამართან ერთად. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ დემნაუფლის სულთან ისაუბრა თუ არა თამარმა, როდესაც სცენარზე მუშაობდი, რადგან ჩვენ არ გაგვაჩნია ამ დემნასა და თამარის ურთიერთობა ამ დროს ახდება, სად არის საერთოდ თამარი. ესე კი არ არის ციდან ჩამოვარდნილიდან უცბად თამარს აირჩევენ მეფედ კაცოდ. თამარიც იყო საქმის კურსში და თამარიც იმ დროს ცოცხალი იყო 12 წლის გაამეფეს რომ იძახენ მოკლედ რა 12 წლის კი არა თამარი არის ამ დროს 21 წლის. ქრონიკონის მიხედვით ქართლის ცხოვრებაში ჩაიხედეთ და ნახავთ როდის არის თამარი დაბადებული. აქედან გამომდინარე, როდესაც თამარი ცდილობს რომ დემნას ელაპარაკოს, დემნა არის როგორ პოზიციაზე, იცით? დემნა არის აბსოლუტურად მეფეა, მაგრამ არის უსუსო პოზიცია, უსუსო მდგომარეობაში. რატო იცით? მისი სიმამრი ვიღაცა ორბელი სახელიც აქვს იმას, წყვეტს ყველაფერს. როდესაც თამარი დემნას ესაუბრება, დემნა ასეთ სიტყვებს ეუბნება თამარს. ეს არ წერია არსად. ეს არის უბრალოდ ასტრალიდან ჩამოტვირთული ინფორმაცია, ხარ რასაც გეუბნებით რა. დემნა ეუბნება თამარს. იქ სხვანაირად საუბრობენ, მაგრამ მე გეტყვით, ეხლა ამენით გეტყვით რა, რა ენაზეც დღეს ვსაუბრობთ. გადათარგმნით. ქალი, რომელიც მესაუბრება, უძლურია და მის სიტყვას ძალა არ აქვს. და თუმცა მას რაც არ უნდა მოუნდეს და რაც არ უნდა გადაწყვეტილება მოითხოვოს, არც მის სიტყვას ძალა არ აქვს. ასეთი დიალოგი გაიმართება თამარსა და დემნას შორის. ანუ ორივე უძლურ მდგომარეობაშია ამ დროს. მიუხედავად იმისა, რომ დემნას თავზე გვირგვინი ახურავს და თამარს ჯერ არ ახურავს გვირგვინი თავზე. ჯერ თამარის მამას ახურავს გვირგვინი თავზე. ანუ თამარი ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი პირი, რომელსაც საერთოდ მის სიტყვას ძალა არ ქონდა, ვიღაცა რიგითი მეფის შვილი, რომელიც დაბადების წელიც კი არ არის აღწერილი და ჩაწერილი ჩანიშნული. იმიტომ რომ ქალი დაიბადა. აი ესეთი მნიშვნელობას ანიჭებდნენ უმნიშვნელოდ თვლიდნენ ქალებს, რომ მეფის შვილიც კი არ აღწერეს, რადგან ის ქალია, მისი დაბადების წელი ნორმალურად არ იცის დღემდე არავინ. ვარაუდით ხო? რაც შეეხება ეხლა იმას, რომ რატო ეუბნება დემნა თამარს ესეთ სიტყვებს, ეს აშკარაა, რომ დემნა ამ დროს არის აბსოლუტურად უძლური. ამიტომაც დემნა რომ დააფიქსირებს ამ 6 თვის განმავლობაში ვითარებას, რომ აქ აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე მიდის ბრძოლა და ორბელების მიზანი ის კი არ არის, რომ საქართველოსთვის იყოს რამე კარგი და საკეთილდღეო, არამედ აქ პირად ამბიციებზია საუბარი და პირადი ამბიციები ამოძრავებთ აი ამ ჩემისებს უკაცრავად ორბელებს. ადგება ეს ადამიანი, მიხვდება ყველაფერს და აი აქ მოდის ეხლა აი აქ გამოჩნდება დემნა უფლისწულის დიდ სულოვნება საქართველოსთვის, რას გააკეთებს ძალიან მაგარს რა. დემნა უფლისწული, რომ მიხვდება, რომ ორბელებს საერთოდ სხვა ინტერესი აქვთ, ვიდრე საქართველოს გადარჩენის, ადგება ამ გვირგვინსაც
იქ დაუტოვებს ყველაფერს, გადმოძვრება კოშკიდან, ციხესიმაგრიდან და მივა მეფესთან. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცის, რაზეც მიდის. იმას აქვს მეფის იმედი, რომ შეიძლება მეფემ შეიწყალოს, მაგრამ იმან ძალიან კარგად იცის, რა მოელის იმ ადამიანს, ვინც ასეთ აქციას ჩაიდენს. ისევ სამეფო კარი, ისევ მისი ბიძა გიორგი მესამე, რომელიც აბსოლუტურად აგონიაშია და ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებს, იმიტომ რომ ბიჭო, მის თვალწინაზრდილია ეს ბავშვი. და იცის, რომ ეს ბავშვი საერთოდ არაფერ შუაში არ არის. არ არის ეს ბავშვი შუაში. ამის ამბიცია არ არის, რომ მეფე გამხდარიყო. იცის გიორგი მესამემ ეს. ამიტომ ადგება და თვითონ რომ არ გადაწყვიტოს, იმის იმედი აქვს, რომ აჰა, ეკლესია მაინც გადაწყვიტოს, იმან მაინც დაიდოს. მე წესით ახლა ეს ადამიანი უნდა მოკლა. და რადგან არ უნდა ამას მოკლა ამ ბავშვის, ხო? ადგება და ეკლესიას გადასცემს და რას გაუკეთებს ეკლესია? ცოცხალს კი დატოვებს, მაგრამ დასაჭურისებს. ზოგმა ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცის. იცით რა არის დასაჭურისება? დასაჭურისება არის ყვერებისა და მამრის სასქესო ორგანოს მოკვეთა. ეს ამას ხო არ რატო ეხლა? იმიტომ რომ ეს სამეფო კარის გამაგრძელის არის პირია, ბაგრატონთა შთამომავალია და მას რომ არ ქონდეს იმის უნარი, რომ ბავშვი დაბადოს, ხო? გააგრძელოს თავისი თესლი. ამას ხო გაუკეთებენ ამ ახალგაზრდა ბიჭს რა? ამას არ იმყოფებენ და თვალებს დასცხრიან. ამასაც ხო არ იმყოფებენ, თვალებს დასცხრიან და საპყრობილეში ჩააგდებენ. ამ დროს როცა მეფე არის, მეფე გიორგიზე მაქვს ახლა საუბარი. გიორგი მესამე კაცი არის გაშეშებული, აღარ იცის რა ქნას. გაშეშებულია, გაქვავებულია. მისი სულიერი მდგომარეობა ამ დროს უძლურზე უძლურია. იმიტომ კი არა, რომ არ შეეძლო რომ შეეწყალებინა. იმიტომ რომ აბსოლუტურ აგონიაში იყო, ვერ გაიგო რა ხდებოდა. აზრზე ვერ მოვიდა რა ხდება. ვინ თამაშობს აქ დიდ როლს? აქ არის გველაძუა გიორგი მესამის და რუსუდანი ძალიან დიდ თამაშებში. ეს არის ქალი, რომელიც არის უძლიერესი ალქაჯი და ჯადოქარი იმდროინდელი, რომელიც ეკლესიასთან არის საუკეთესოდ, ანუ კარგად არის ყველა მთლიან ეკლესიას თვითონ ამოძრავებს და ფლობს მაგიას. ჯადოქარი ტყუილა არ ეწოდა, მაგიას ფლობს, რომლის ზეგავლენის ქვეშაც ამყოფებს თავისი ძმა გიორგი მესამეს და სრულიად საეკლესიო პირებს. რუსუდან ბაგრატიონი გიორგი მესამის და თამარის მამი და არის ორჯერ დაქვრივებული, გამწარებული და გაბოროტებული ქალი, რომელიც ძალაუფლების მოყვარულია და უნდა მართლობა. რუსუდან დედოფალი კი არა და რუსუდან გველაძუა ჯადოქარი, რომელმაც იცის, რომ დემნა უფლისწული თუ გახდება მეფე, მას არანაირი შანსი არ ექნება, რომ აქ რამე მართოს. გიორგი მესამეზე ზეგავლენას კარგად ახდენს და კარგი ურთიერთობა აქვს გიორგი მესამეზე, ისე რომ მართოს თვითონ. თუ კი ორბელები აიმაღლებენ თავის ხმას, ამას აღარ მისცემენ უფლებას, რომ რამე თქვას, ხო? ამიტომ რას აკეთებს რუსუდან დედოფალი თუ ვიღაც ჯანდაბა ქაჯი, რას აკეთებს და მოიფიქრებს ახალ გეგმას შეიმუშავებს. თამარიც საინტერესო პირია, რომელსაც მეფობა შეუძლია. გაიხსენეთ ვეფხის ტყავსანში ერთ-ერთში გაქვთ აღწერილი მთლიანად ის მდგომარეობა, რა ხდება იმ დროს. აი პირდაპირ გადაშალეთ და იქ რა ხდებოდა წერია მაგ წიგნში.
კარგად შეუძლია აზროვნება, მართალია ასულია, მაგრამ არ ჩამოუვარდება არც ერთ ძეს. გველაძუა დედოფალი რუსუდანი, რომელიც პირდაპირ თვალს ადგავს თამარს, რომ გამოიყენოს მისი მდგომარეობა, რადგან თამარი მისი გაზრდილია და თამარი მის წინააღმდეგ საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებს, ასე ფიქრობს ქალბატონი რუსუდანი. ხო და ვინ მოაჯდება თამარის პოზიციას? რუსუდან დედოფალი. ამიტომ რას აკეთებს რუსუდან დედოფალი? არანაირ შანსს არ უტოვებს თავისივე გაზრდილ დემნა უფლისწულს. არ დაინდობს დაასაჭურისებინებს და თვალებს დაათხრებინებს. დემნა უფლისწული ძალიან გონიერი ადამიანი იყო. ულამაზესი და გონიერი. ამიტომ დაათხრევინებს თვალებს. არ სჭირდებოდა რუსუდან დედოფალს ასეთი გონიერი ხალხი. გიორგი მესამე ამიტომ არის გაქვავებული, რომ ვერ ხვდება რა ხდება. ჯადოქრობის ზეგავლენის ქვეშ არის. ვერ ხვდება რა ხდება. მოქმედებს ვინ? დავარი მოქმედებს, გესმით? ალქაჯი დედოფალი რუსუდანი, რომელიც ორჯერ გათხოვდა, ორჯერვე დაქვრივდა. და გამოაგდეს, გამოაპანჩურეს საქართველოში ისევ. რატო დაქვრივდა თუ იცით? ძალაუფლებაში ვერ მოვიდა და თავისი ქვრებიც ალბათ მისივე მოკლულია. ეხლა რაც შეეხება იმას ახერხებს თუ არა რუსუდან დედოფალის შემდეგ მართვას და ასე შემდეგ, აი სწორედ აქ არის საუბარი ორთა ბრძოლაზე, როდესაც გაიმართება უკვე თამარსა და რუსუდან დედოფალს შორის დიდი ბრძოლა, შავსა და თეთრ დედოფალს შორის. აქ ბევრი ლექსიც დავწერე, დავდე და ასე შემდეგ, ამას მერე გაგიმხელთ სხვა დროს, მანამდე მივალთ კიდე. აქ ეხლა ჩვენ გქონდა დემნა უფლისწულზე საუბარი, სადაც თამარსა და დემნას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. თამარი ძალიან განიცდის დემნა უფლისწულის ასეთ თამარის თავიდან ვერ ხვდება ჯერ რა ხდება. ჯერ ვერ ხვდება, რატო ხდება ესეთი რაღაც. ესე იგი ღამეები ტირის თამარი და ვერ ხვდება რა ხდება. სანამ მერე არ მიხვდება თურმე რაშია საქმე. და დემნა უფლისწული უკვე როდესაც საპყრობილეშია, ხო? რაღა უნდა გააკეთოს, კი ვიღაცები წერდნენ, რომ გააქციესო, მერე წაიყვანეს, რაღა უნდა გაეკეთებინა ეხლა ახალგაზრდა ბიჭს, თვალებ დათხრილს და დასაჭურისებულს, რაღა არის ის მისი სიცოცხლე, ხო? აღარაფერია მისი სიცოცხლე, მაგრამ დემნა უფლისწულის აი ეს პოზიცია, რომელიც გააკეთა და რომელიც მართლა კარგი პოზიცია, აი მე პირდაპირ ვიტყვი, რომ დემნა უფლისწული არის წმინდანი რა. იმიტომ რომ დემნა უფლისწული პირდაპირ საქართველოს გამო თავის თავს წირავს. დებილი არ იყო რომ გადმოწვრა და ბიძამისის იმედზე იყო რა. არ იყო ეგეთი დებილის დემნა უფლისწული. დემნა უფლისწულმა გააკეთა ის, რომ საქართველო გადაარჩინა. ორად გაყოფა საქართველო გადაარჩინა დემნა უფლისწულმა. აი იმ 6 თვეში სანამ მას გვირგვინი თავზე ეხურა, სანამ ის ჯერ კიდევ მეფედ იწოდებოდა და ორმეფობა იყო საქართველოში 1177 წელს 77 წელს 6 თვით ორმეფობა იყო, იმიტომ რომ დემნა უფლისწულიც მეფეა, გიორგი მესამეც მეფეა. ამას სად გიწერენ? გიწერენ სადმე? სკოლის ისტორიაში გიწერენ? არა, იმიტომ რომ ფეხზე კიდიათ დემნა უფლისწული და საერთოდ ჩვენი ისტორია ფეხზე კიდიათ ვითომ მეცნიერებს. რა ჩემი ფეხების მეცნიერები არიან ეგენი, ეს ვერ გაურკვევიათ მაშინ რა ხდებოდა და საერთოდ ისტორიაში რას გვასწავლიან ხალხო. ორმეფობა იყო. დემნა უფლისწულიც მეფეა, გიორგი მესამეც მეფეა. საკმარისი ვილაპარაკე დემნაზე? თამარს და დემნას ბოლომდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში. ეხლა ხო ჭორები ვცელდება, რომ თამარ მეფე გაამეფა და დავის ბიძაშვილის ხარჯზე და რა არ იყო ეგრე, არა. თამარ მეფე და დემნა უფლისწული საერთოდ ერთმანეთის მეტოქები არ ყოფილან. ესე გამოიყვანეს მაგათმა მაღალმა ქაჯებმა.
ქაჯებმა შავი დედოფალია ყველაფრის თავი და თავი, რასაც აფუჭებს. მისი დაცემულობა და მისი ძალაუფლება მოყვარეობა არის, მისი პოზიცია, ძალაუფლება მოყვარეობა და დღემდე ესე ხდება. შავი დედოფლის ბრალია რა. მეგობრებო, წავედი ახლა, მე მგონი საკვარისი ვილაპარაკე, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, მაინტერესებს თქვენი აზრიც. სიღრმისეულად არავინს არ აქვს მაგის უნარი, რომ ჩავიდეს მართლა რა ხდებოდა იმ დროში, გააცოცხლოს ის დრო. არ აქვს ამის უნარი. ვიღაცა რო წერს, აი აქედან დავიწყოთ, რომ რას ეწევაო ეგეც, რომ ფანტაზიებშიაო, ხო? ფანტაზიებში კი არა, შეკაიგაცო და დალოცვირო. მე ამის უნარი რომ აქვს ჩავიდე და ამის ძალა რომ აქვს ჩავიდე იმ დროში და ვიმოგზაურო, ხო? ამის უნარი ყველაზე არ აქვს, ხალხო, დაიჯერეთ ეს, არ აქვს და რომც გქონდეს, მხოლოდ თავისთვის ჩავა და თავისას საკეთილდღეოდ. მარტო თავის თავს გააღმერთებს იმ დროში. თქვენ ვერ წარმოვიდგენთ, როცა ამ სცენარზე ვმუშაობდი, ღამეები ვტიროდი, ისეთი რაღაცეები გაიხსნა ჩემს თვალწინ, რა ხდებოდა ეს მაშინ. და არც დღეს არის უკეთესი მდგომარეობა. მოკლედ, დევნა უფლისული სადაც გარდაიცვლება, თამარიც იქ გარდაიცვლება, საბოლოო ჯამში იქ მოითხოვს, რომ იქ წამიყვანეთო, რა იცის თამარმა, რომ უნდა გავიდეს უკვე. ზურა წერს, თამარ, ადგილობრივი არჩევნები მოდის, შეიტანე განაცხადი არჩევნებში მონაწილეობაზე, ჩაიბარე ასურეთი. კაი ზაო რა. კაი, ეხლა ვერ მიტანს ხალხი და არჩევნებზე ამირჩევს. აქ მარტო მევყვირი ვარ ამ სოფელში, მე მგონი. ქეთი ამბობს, მადლობა თამარ, საინტერესო ისტორია მოგვიყევიო. ხო? ხო, ნუ რა არის იცით მეგობრებო, ესე არ არის რა, ესე როგორ ჩვენ მეფეები დაგვისვეს და მეფეები იყვნენ და აი ჩვენს გონია რომ მეფე მართავდა, არ მართავდა მეფე მეგობრებო, ამის უკან ძალიან ბევრი თამაშებია რა. მეფეები მე თუ მკითხავთ, ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყვნენ, იმიტომ რომ მათ უწევდათ ესე იგი ყველაზე დიდი მისიის შესრულება და არა თავისი ნებით. იმიტომ რომ თავის პირადი არ ქონდათ მეფეებს. ეს იყო ყველაზე რთული სამუშაო, რაც კი არსებობდა, პოზიცია. ყველაზე რთული პოზიცია იყო, რაც კი არსებობდა რა, საქართველოში მეფედ ყოფნა. იმიტომ რომ ომში შენ მიდიხარ პირველი, შენზე ტყდება ყველაფერი, რაც ცუდი მოხდება საქართველოს, აგერ ვიღაცა აფრიკაში გაქრა და მე დამაბრალეს აგერ, იმიტომ რომ მარტო მე ვლაპარაკობ, ჩემ ვიდეოებიდან ლაპარაკობდა და უსმენდაო და ეხლა იმ დროში რომ რაღაცა ცუდი მოხდებოდა და მეფე რო ქვია, წარმოიდგინე რამდენი რაღაცა შენ თავზე ტყდება და შენ გბრალდება. აი მაგალითად გიორგი მესამის პოზიცია რა. ყველა ვინც კრიტიკოსი ვნახე, ყველა აძაგებს ამ გიორგი მესამეს როგორ გაიმეტა დევნა უფლისული. იმას კი არ უყურებენ, იმის იქით რა ხდებოდა, რა მოხდა საერთოდ მაშინ. აი მიეწერა გიორგი მესამეს რომ გაიმეტა დევნა უფლისული. არ გაიმეტა, საერთოდ ვერ მიხვდა რა ხდებოდა. რატომ თვითონ ვერაფერს ვერ წყვეტდა, ვერ ხდებოდა. გული ერეოდა, კაცი დგას და ვეღარ სიტყვას ამბობს და გული ერევა ისეთ მდგომარეობაში. მართლაც საინტერესო იყო არა და ასწავლიან რომ გიორგი ბრძანებით დათხარეს თვალები და აბა თვითონ ეკლესია იტყვის რომ ჩვენ დავთხარეთო? თვითონ ეკლესია თავის თავზე იტყვის? კარგით რა. აბა წაიკითხონ ქართლის ცხოვრებაში, გადასცა იმ საკრებულოს, გადასცა. საკრებულო კიდე ვინ იყო? მღვდლები იყვნენ საკრებულოში. თავისი აირიდა ამ კაცმა, იმიტომ რომ არ მოეკლა, უნდა მოეკლა წესით. ან უნდა შეეწყალებინა, ან უნდა მოეკლა და შეწყალებას კიდე ხო გითხარით, არ გააკეთებინებდა ეს რუსუდანი. რუსუდანი იყო ყველაფრის თავი და თავი, ვისაც უნდა მმართველობა. თამარ დედოფლის სიკვდილში მისი მამიდა რუსუდანის ხელი ურევია. რიმა მარტო ხელი კი არა, მთლიანი სხეული ურევია რა. აი
მაგაზეც მოგიყვებით თუ გინდათ რა ისეთი საშინელი მდგომარეობა აქვს თამარს მას მიმართ თამარი მისი გაზრდილია რა და თამარსაც აქვს იმის უნარები რომ აი ეს ქალი მოიშოროს თავიდან მაგრამ არ აკეთებს საბოლოო ჯამში ისეთ რაღაცას გაუკეთებს თამარს ეს ქალი რომ თავის თავსაც გაწირავს და იმასაც გაწირავს და სხვასაც გაწირავს რა აი ვითარება ესეთია რა რომ ალბათ რამდენჯერ მithქვას 50,000 ჯერ მithქვას რომ ზაქარიასა და თამარის შორის იყო ისეთი სიყვარული რომ არ გადიოდა ეს ხალხში არ სკდებოდა და როდესაც ეხა იმ ალქას რას გამოაპარებდი ხო იმ ალქაჯის ინტერესით ზაქარია მხარგზელი იყო და ამ ზაქარია მხარგზელზე რა ყველა აბოდებდა არ ვიცი რატო იყო ეს კაცი ესეთი მაგარი ხო და ხო და მოკლედ ვითარება არის ესეთი ბოდიში მეცინება ეხლა არ არის სასაცილო ეს ამბავი მაგრამ მეცინება მოკლედ ერთი სიტყვით ესეთი მდგომარეობა არის ნახე როგორ მდგომარეობა არის თამარი როგორც მეფე დედოფალი მაგრამ როგორც მეფე მისი საზოგადოება თვლის რომ თამარს სჭირდება მამობილი რატომ სჭირდება მამობილი თამარს და აი გადაწყვიტავს ეხლა საეკლესიო კრება რომ აი ახალი თანამდებობა გამოიგონონ თამარის მამობილი თამარს რომ მამა გარდაეცვალა გიორგი მესამე გამოიგონებენ ესეთ ახალ წესს და ახალ თანამდებობას თამარის მამობილს დაუსვავენ მამობილს თამარს ხო ის დედობილი ხო არ იყო ის ალქაჯი ეხლა მამობილიც დაუსვეს აქეთ ხო და მოკლედ ერთი სიტყვით თამარი არის მოქცეული ესე იგი 100 თვალში და 100 ყურს შორის რა არაფერი ნაბიჯი არ გადაედგმება თამარს უთვალმეყურეოდ გესმით არ აძლევენ თამარს დღეს ხო კამერები გვიდგას მაშინ მამობილი და დედობილი საქმე იმაშია რომ არ ვიცი როგორ მოახერხებს თამარი მაგრამ თამარი ახერხებს ესეთ რამეს რა რომ აბა ძალიან დიდი სურვილი იყო მისი რომ ესე ყოფილიყო და იმიტომაც მოხდა თამარი ახერხებს ესეთ რამეს რომ როდესაც დავითი აი მეორედ რო გათხოვდება ხო მეორედ რო გათხოვდება თამარი და დავითი აუგო მისი ქმარი როდესაც დავითი ჯარის ხო არის რა ქვია მაგას თავარსარდალი ჯარის თავარსარდალი რო ჯარებს კრიბავს მისი მცველი ზაქარია მხარგზელი მის გვერდში ზის და სხვადასხვა არის ქვათახევში არის ესეთი ორი სკამია ქვის აი აქ სადაც ჯარები იკრიბებოდნენ ამ მთაზე დგას რა სასაფლაოდან ჯარები სადაც იკრიბებოდნენ იქ ისხდნენ თამარი და ზაქარია და დავითი დაბლა იყო ჯარებს კრებდა და მთელი ათასობით ჯარი აი აქ შეიკრიბებოდა ხოლმე და მერე მიდიოდნენ ბრძოლაში ძლევის ხედი ეწოდება ამას ძლევის ხედი და აქ შეკრებილ ჯარებს ყოველთვის ომს იგებდნენ ყოველთვის და ამიტომ ეწოდება ძლევის ხედი რომ ყველა ომი მოიგეს რომელი ჯარიც იქ შეიკრიბა აქედან გამომდინარე როცა თამარი მეფის ადგილზე იჯდა მის გვერდით ზაქარია მხარგზელი რატო იჯდა ზაქარია მხარგზელი მის გვერდში იმიტომ რომ პირადი მცველი იყო თამარის პირადი მცველი იცით რა არის არ აქვს უფლება დაგტოვოს მარტო სულ შენს გვერდით უნდა იყოს როგორც მცველი გესმის როგორც მცველი თქვა და რაღაცა მოხდა ეს არის შენი მცველი всё როგორ მოახერხა თამარმა ეს არ ვიცი ან შეიძლება ამის ნიადაგზე შეუყვარდა ზაქარია მხარგზელი მაგრამ ჩემი აზრით აქ სხვა რაღაცაზე იყო საუბარი მე რო ნახე თამარისა და ზაქარია მხარგზელის აქ უკვე სხვა თემებია რა ეს უკვე სხვა თემებია ამ თემებზე მე ვიმუშავე ძალიან დიდი ხანი და
ბევრიც გელაპარაკეთ კიდევაც ლაივებში, რომ ეს იყო ტყუპისულების საკითხი, ტყუპისულები იყვნენ, იმიტომ რომ გარეგნულად ეტყობათ რა დავითი საერთოდ არ გავს თამარს და ზაქარია თამარს ძალიან მაგრა გავს. ანუ მათი ტყუპისულების მისია, როგორც ჩანს, იმდროინდელი რეინკარნაცია იყო, რომ ერთად ყოფილიყვნენ და ერთად მდგარიყვნენ. თუმცა მათი ურთიერთობა არავის არ გაუგია. არც ამათ არ ქონიათ ერთმანეთში ურთიერთობა ისეთი, რომ ამას ეთქვა იმისთვის, რომ მიყვარხარ, არ იმას ეთქვა ამისთვის, რომ მიყვარხარ. ერთადერთი მტკიცებულება თამარისთვის, რაც იყო ის, რომ ზაქარიამ ხარგზელმა დაანახა და პირდაპირ სიყვარული აუხსნა იმით, რომ ეს დედამისის ნაშიერი ის რომ იყო, რა ქვია, ელჩი რომ მოუგზავნეს თურქებმა და გამოალანძღინეს თამარი, ადგება ზაქარია და პირდაპირ სთხრიშავს იმ კაცს. არ ქონდა ზაქარიას ამის უფლება. არ ქონდა მეფე, სანამ არ იტყოდა მეფე რომ ბრძანებას არ გასცემდა. ზაქარია ხარგზელი ვინ იყო, რომ ამის უფლება ელჩისთვის არ ვიცი, არ შეიძლებოდა. მაგრამ გააკეთა და ძალიან მაგარიც გააკეთა. ხო და საქმეც იმაშია, რომ აქედან ჩანს, რომ თამარისა და ზაქარიას ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეს ძალიან მაღალ დონეზე მიჯნურობაც აქედან დაიწერა და მოკლედ თელია ამბავი, ჩანს, რომ ზაქარიამ ხარგზელი თავის თავს აძლევს უფლებას, იმიტომ რომ თავისი მეორე ნახევრის შეურაცხყოფის მიყენების უფლებას არავის არ აძლევს. მეორე ნახევარი ის კი არ არის, რომ შენზე ვარ გათხოვილი და შენთან მაქვს ურთიერთობა და შვილები მყავს შენთან გაჩენილი. ეგ არ არის მეორე ნახევარი. მეორე ნახევარის ყოლა არის სულ სხვა რამე. ტყუპისულების ამბავი, მეგობრებო, ვისაც არ გაქვთ ხო მოსმენილი და პირველად გესმით. ჩემს YouTube არხზე Liquid Dogma თამარის ლაივში გადადი და იქ არის პლეილისტი ტყუპისულებისა და დუალური სულების ურთიერთობა და აი მთელი ეს ამბები, რაც მე მოყოლილი მაქვს ტყუპისულებსა და დუალურ სულებს შორის რა ხდება, შეგიძლიათ იქ მოისმინოთ. და როდესაც ზაქარიამ ხარგზელი და თამარი, ხო, თამარი ძალიან ერთგული იყო თავისი მეუღლის დავით სოსლანის, ძალიან ერთგული. არანაირი შემთხვევაში ეს არ იფიქროთ, რომ თამარს ახან ზაქარია უყვარდა, მათ შორის რაღაცები იყო. არ იყო ეგრე, მეგობრებო, ვინ დატოვებდა თამარს მარტო? ვინ მოახერხებინებდა რომ სდომნოდა თამარს ან იმას ეგეთ რაღაცას? არ გამოვიდოდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ როდესაც დავითი გარდაიცვლება, ხო? თამარი არის 36 და 36 წლის თუ 37 წლის. 36 წლის. და საქმე იმაშია, რომ თამარს ეხა ხელის თხოვნელი მაშინაც ყავდა ძალიან ბევრი და მერეც ეყოლებოდა, ხო? ხელის თხოვნა ესეთი, რომ თამარს ეხა ხელის თხოვო, ჩვეულებრივ შენს ვეზირ, ნაზირ, ვეზირს არ აქვს უფლება. აქედან გამომდინარე, თამარი იმდენს აკეთებს, რომ ზაქარიამ ხარგზელის თვითონაც ძლიერი პიროვნება იყო, რომ სომეხთა მეფე ხდება, სომეხთა მეფე, რომ მას ჰქონდეს უფლება, რომ თამარს ხელის თხოვოს. აი, სად დაწვავს ის ალქაჯი, რომელსაც ასევე ძალიან მაგრა ევასებოდა ზაქარიამ ხარგზელი, იქ უკვე მოწვა, რომ აქ ამათ შორის ვერაფერს ვეღარ გაგნებდა ეს ალქაჯი რუსუდანი და ზაქარიაც მოიშორა და თამარიც მერე თამარს არ მოიშორებდა, იმიტომ რომ თამარი აწყობდა რუსუდანს. თამარის პოზიცია რუსუდანს აწყობდა. ზაქარიამ ხარგზელი მოკლა. თვითონ კი არა მოაკვლევინა ზაქარიამ ხარგზელი. იმიტომ რომ იცოდა უკვე რაც მოხდებოდა. რომ ესენი ამათ შორის რაღაცა მოხდებოდა ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო და მოკლედ მოკლა ზაქარიამ ხარგზელი და თამარიც, რადგან მისი ტყუპისული იყო, ესე ხდება ხოლმე 6 თვეში თამარიც თუ 5 თვეში თამარიც ზაქარიამ ხარგზელს მიყვა ზედ. თამარისა და ზაქარიას ურთიერთობა პლატონური სიყვარული ქვია. პლატონური სიყვარულის არ არის, იმიტომ რომ ეგრე არ იყო, რომ ვერ ხედავდა, ყოველდღიურად ხედავდა თამარი ზაქარიას და ზაქარია თამარს.
არ არის პლატონური სიყვარული. პლატონური სიყვარული როცა არ ხედავ, ვერ ხედავ და შორს არის იქ სადღაც. ხო და აქედან გამომდინარე ჩემო კარგებო, მოხდა ესეთი ძალიან ცუდი რამ. მაშ რუსუდან დედოფალი თამარის გარდაცვალების მერე გარდაიცვალა. თამარი გარდაიცვალა 1201 წელს და არა 1210 წელს და რუსუდანი გარდაიცვალა 1213 წელს. მაშ ესე იყო ამბავი. ადამიანები ყველაფერს ზედაპირულად უყურებთ ხოლმე და ზედაპირულად გვესმის. სიღრმისეულად ჩასვლა ძალიან გვიჭირს ხოლმე რა ადამიანებს და როცა ჩავალთ სიღრმეში, მე ძალიან ბევრ ტრაგედიებს ხედავთ ხოლმე და ეს ამის ატანა ბევრს არ შეუძლია, მეგობრებო რა. არ შეუძლია ამის ატანა ბევრს. ამიტომაც ზედაპირულად განიხილავს ხოლმე ამა თუ იმ საკითხს. კითხვები ხომ არ გაქვთ? აი, წავედი მაშინ ახლა მე. იცი რა მიკვირს, ილუზიებშია რო ამბობენ ჩემზე, ანუ რამე ილუზიონურს გიყვებით რამეს, ანუ ისეთ რამეს გიყვებით, რაც უკვე მოყოლილი არ არის, თუ არ ვიცი რას ფიქრობენ ეს ხალხი რა, ქრისტეს სიტყვებით გელაპარაკებით და არ ვიცი. მადლობა რიმა, მადლობა ასევე თქვენს. კაი, წავედი მეგობრო, გაგუცით ახლა. ძილინებისა, რომელი საათი არ ვიცი. ირმა წერს ძალიან საინტერესო იყო, მადლობა. მიხარია თუ ძალიან საინტერესოდ მიიჩნიეთ. თქვენთან რეზონირდა ეს ამბავი? ანუ ნახე, მე კი მოგიყევით, მაგრამ თქვენთან თუ რეზონირდა ეს ამბავი? აი, მაინტერესებს რა, იმიტომ რომ აი ესე რომ ვიცნობთ ჩვენ თამარს, რომ აი თამარი მეფე იყო და რაღა უჭირდა მეფე იყო. ყოჩახ მეფეო. მოდი რა, ერთ რამესაც მოგიყვებით თამარზე. თამარსა და აი როდესაც ტყუპისულების შეხვედრა ხდება, ხო? აი ესენი ტყუპისულები იყვნენ თამარი და ზაქარია. იფხელა ენერგია წარმოიქმნებოდა, რომ წარმოიდგინეთ რა, სადაც გაივლით, თამარის ხიდი, სადაც ისტორიულ ადგილზე მივხვდით, თამარის კოშკი, თამარის ციხე, თამარის სასახლე, თამარის ეკლესია, თამარის და ბიჭო, ვფიქრო, 60 წელიწადში ამ პატარა გოგომ და რა ვიცი, ამდენი გაჭირვებაში რა მოახერხა, ესეთი რომ ყველგან რაღაცა აშენა და ყველგან თავის სახელი დატოვა, რა გააკეთა, ესეთი 20 წელი ბევრი არ არის ხალხო. რა გააკეთა და ის გააკეთა, რომ როდესაც შოთა რუსთაველი მიჯნურზე საუბრობს, მიჯნურობა რა არის, ხო? მიჯნურობა არის სიბრძნისა ერთი დარგი რა. აქ არის ძალიან დიდი ენერგიები, რომელიც
რომლის შორის დგას რქებიანი საზიზღარი არსება, რომელიც უშლის ამათ ურთიერთობას ხელს. ამიტომ ამბობს შოთა რუსთაველი, რომ არ უნდა გათქვა საყვარლის ამბავიო, არ უნდა თქვა ვინ გიყვარს, თორე როგორც კი გაიგებს ბოროტი ძალა, ეგრევე შენს შორის ჩადგება მურმანის ეკალივი და იქ დაასრულებს ყველაფერს. და სანამ ეს ძალა არის, ხო, ეს ძალა სანამ ერთად დგას, აი აღმოცენდა აშენდა მთელი საქართველო. საქართველო ოქროს ხანაში გადაიზარდა ხალხო. ნონა წერს კულტურული შოკი მაქვს. ხო, ნონა, მეც ეგრე ვიყავი. მე სრულიად მარტო ვიყავი და მე თქვი, ეს ვის ველაპარაკო და საპატრიარქო ფსიქოლოგს რო ველაპარაკებოდი, სასაცილოდ არ ყოფნიდა. რა ვქნათ, ესე არა, ბევრს კი არ შეუძლია ამის გაგება. შორსაა თუ ახლოსაა, სიყვარული მაინც პლატონურია, თუ ურთიერთობა არ აქვთ, როგორც ვიცი. ამას მიჯნურობა ქვია, ჩემო კარგებო. მიჯნურობა ესეთი სიტყვა, როგორც არ არსებობდა. მიჯნურობა შეიქმნა თამარ მეფის დროს, ეს სიტყვა. და ნიშნავს მიჯნურ. მიჟი არის მზე და ნური არის ბმა. ანუ მზესთან ბმა. რა მზეს უწოდებს მე შოთა რუსთაველი თამარს, ხო? მზეს ადარებს და მიჯნური არის ამ მზესთან ბმა. და როდესაც ამ სიტყვას განვიხილავთ, ჩვენ გონია რომ ამ სიტყვას იყენებდნენ ყველა დროში, მაგრამ არ იყო ეგრე, ჩემო კარგებო, ეს არის კოდური სიტყვა, რომელიც იცოდნენ მხოლოდ თამარის საძმომ, იმიტომ რომ განიხილებოდა ეს თემები. ხო და ასე რომ ასე. შორსაა თუ ახლოსაა სიყვარული, ხო? პლატონური სიყვარული, აი ნახე პლატონური სიყვარული რა არის, გეტყვით რა? პლატონი ესეთი პიროვნება, ხო იცით ვინც იყო, ხო? ფილოსოფოსი. პლატონი ძალიან ბევრს საუბრობდა სიყვარულზე რა და ჩამოაყალიბა სამი თეორია, რომ ესე იგი სამგვარი სიყვარული არსებობსო, დედაშვილურიო, არსებობსო ქალბაჟურიო და არსებობს კიდე პლატონურიო. ყველაზე კარგი გამოსავალი სიყვარული რო არ დაკარგო, არის პლატონურიო, რომ ურთიერთობა არ ქონდესო ამ ადამიანთან, მაგრამ შორიდან გიყვარდესო, გესმის? ანუ შენ კი გაქვს უფლება რომ იყო მასთან არაფერი არ გიშლის ხელს, მაგრამ შენ გადაწყვეტ შენ თავში რომ აი მე ამ ადამიანთან არ მექნება ურთიერთობა, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ გაფუჭდეს ეს სიყვარული, რაც მე იმ ადამიანს მიმართ მაქვს. ეს არის შენი დაჟინებული მოთხოვნა, შენი ხუშტურით რაღაც გამოწვეული პლატონური სიყვარული. მაგას ქვია პლატონური სიყვარული, იმიტომ დაარქვეს მერე პლატონური სიყვარული. და მიჯნურობა არის ის რომ შენ ვერც კი გამოთქვავ იმ გრძნობას, რაც კი არის, იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს. ვერც კი გამოთქვავ. დაჟე რომ გქონდეს უფლება რომ გამოთქვა, ვერ არ გაქვს უფლება. შენ შორის ის დგას ის რქიანი მორმანის ეკალი. როგორ მსიამოვნებს თამარ შენს მიერ მოთხრობილი თამარის ეპოქის ეპიზოდები სულსა და გულში შემოდის განცდებით. მადლიერი ვარ შენი რომ აცოცხლებ თამარის დროს. მადლობა ლია. ხო, ეს იმას ნიშნავს რომ სიმართლეს ყვები რა. თუ კი შემოდის შენში ეს და იღებ და შენში რაღაცას აცოცხლებს, ეს იმას ნიშნავს რომ სიმართლეს იგებს შენი ყურები. ასე რომ სიმართლეს საუბრობ რა. ასე რომ ჩემო კარგებო, ამას ქვია მიჯნურობა. არც მიჯნურობა და გადაუკეთეს მე მიჯნურობა. ეს სვანური სიტყვა არის. სვანეთთან კავშირი ქონდა თამარ ძალიან ძლიერი და იქიდან ძალიან ბევრ რამეს სწავლობდა და აქედან გამომდინარე თუ კი გაიგებ რას ნიშნავს მიჟ, მაშინ გაიგებ რას ნიშნავს მიჯნური, ხო? და აი ასია. Let's go. წავედი ახლა. აბა გაკოცეთ.